კეთილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღევანდელი მე ჩემი სახელია მიხეილ მაზიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. დღეს დღევანდელი საუბარი იქნება პირველი ლექცია იქნება გრავიტაციის შესახებ. ძალა, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ ძალის გავლენით ვართ გვექაჩება რა დედამიწა გრავიტაციული ძალით ვართ დედამიწაზე, ცხოვრობთ მიმული, ასე ვთქვათ, ამ პლანეტას. გრავიტაცია უნივერსალური ურთიერთქმედებაა. მოქმედებს ყველაფერზე აი ამ კანონის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მსოფლიო მიზიდულობის კანონის სახელით. თუ სხეულს გააჩნია მასა, ის აუცილებლად გრავიტირებს და გრავიტირებს ასეთი კანონით, ორი სხეული, რომელთა მასებია M1 და M2. ერთმანეთს იზიდავენ გრავიტაციული ძალით, რომელიც პროპორციულია მასების და უკვე პროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის. თუ გვაქვს ეს ორი სხეული ამ ძალის გავლენით, დაიწყებენ ისინი აჩქარებულად მოძრაობას ერთმანეთისკენ. ძალა, როგორც ვიცით, არის აჩქარების მიზეზი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ აღწერას ამ მოძრაობის ჩვენ მოვიაზრებთ ინერციულ ათვლის სისტემაში. ინერციული ათვლის სისტემა, როგორც თქვენ იცით, არის გამორჩეული იმით, რომ მასში, ასეთ სისტემაში, სხეულები ინარჩუნებენ მუდმივ სიჩქარეს, თუ მათზე არ მოქმედებს ძალა. ეს ძალა მოდულით მიუხედავად იმისა, რომ ერთი მასა ბევრად შეიძლება სჭარბობდეს მეორეს, ესე იგი, ძალა, რომელთაც M1 ეკაჩება თავისკენ M2-ს, უდრის რიცხობრივად ძალას, რომელთაც M2 ეკაჩება M1-ს თავისკენ, დამოუკიდებლად მასათა თანაფარდობისა. მიმართულებები ამ ძალის, როგორც სურათიდან ჩანს, არის საპირისპირო. ეს ძალა უნივერსალურია, ჩვენ ახლა ერთმანეთს ვიზიდავთ გრავიტაციულად, არის მხოლოდ მიზიდვის რეჟიმში, ეს მახასიათებელი მნიშვნელოვანია. ვერ ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, გრავიტაციულ ურთიერთქმედებას ერთმანეთს შორის. დომინირებს რა ჩვენი ურთიერთქმედება დედამიწასთან, თუმცა ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელია გრავიტაციული ურთიერთქმედების დაკვირვება. მსგავსი ექსპერიმენტის საშუალებით აქ ხედავთ, რომ არის მავთული, რომელიც განიცდის გრეხას. თუ ეს მასები არის დიდი M და მოკლედ წითლად მონიშნული და რუხად მონიშნული მასები საკმაოდ დიდი, მავთულის გრეხა იქნება შესამჩნევი და გაზომვადი ეს ძალა შეიძლება გავზომოთ კავენდიშმა ასე თავის დროზე მსგავსი ექსპერიმენტის ფარგლებში მოახდინა GN მუდმივას, ეს მუდმივა მონაწილეობს როგორც აი აქ არის მითითებული ურთიერთქმედების კანონში. შეძლო ამ GN მუდმივას გაზომვა. გრავიტაციის როლი არის მნიშვნელოვანი, ის განაპირობებს სამყაროში სტრუქტურის ფორმირებას და დიდმასშტაბოვან სამყაროს დინამიკას, აგრეთვე განაპირობებს გრავიტაცია, დამოკიდებულია გრავიტაციაზე. სტრუქტურის ფორმირება გულისხმობს ვარსკვლავების გაჩენას, გალაქტიკების გაჩენას. ადრეული სამყარო არის ერთგვაროვანი, გვაქვს ერთგვაროვანი გვესმის, თანაბრად განაწილებული სივრცეში. მატერია, ეს მატერია შორეულ წარსულში, როდესაც ძალიან ცხელი იყო სამყარო, არის დანაწევრებული შემადგენელი ნაწილაკების სახით, არის წარმოდგენილი. მცირდება რა ხდება ნივთიერებების წარმოშობა, მაგრამ ადრეულ ეტაპზე სამყაროს ევოლუციის გვაქვს მხოლოდ მსუბუქი ელემენტები, ესენი არიან, რაც დომინირებს რეალურად იმ დროინდელ სამყაროს, ესენი არიან წყალბადი და ჰელიუმი.
ხო, ლითიუმი ძალიან ცოტა, ესე იგი ჯამში წყალბადს და ჰელიუმს სხვა ელემენტებს 1%-ზე ნაკლები უკავია, მძიმე ელემენტები, ну, პრაქტიკულად არ გვაქვს იმ დროს, რაც სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი. წყალბადი და ჰელიუმი და შემდეგ სტრუქტურის ფორმირება ხდება სწორედ აი ამ გაზში, წყალბადის და ჰელიუმის განიცდის რა ფლუქტუაციებს ეს გაზის სიმკვრივის შეშფოთებებს გულისხმობ მე, ესე იგი ჩნდება სიმკვრივის შეშფოთებები, სადაც გაიშვიათება, სადაც შემკვრივება და შემკვრივებები თუ საკმაოდ დიდია, შეიძლება მოხდეს გრავიტაციულად ზრდა მათ. იზიდავენ ირგვლივ მდებარე ნაწილაკებს და ხდება ზრდა. უახლოესი ვარსკვლავი მზე არის მაგალითი წყალბად ჰელიუმის ბურთის ძირითადი შემადგენელი არის წყალბადი და ჰელიუმი. ну გაცხელების შედეგად, შეკუმშვის შედეგად ცხელდება, იონიზაციას განიცდის ეს მატერია, შემდეგ იწყება ბირთვული სინთეზი, თუმცა ამ ბირთვულ სინთეზი გულისხმობს თქვენ წინა ლექციაზე ისმენდით ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ ბუნებაში და იცით, რომ ერთ-ერთი ასეთი ურთიერთქმედება არის ძლიერი ურთიერთქმედება, ახლოს ქმედი ძალა, ანუ დიდ მანძილებზე ეს თავს არიჩენს. განსხვავებით გრავიტაციისგან, განსხვავებით ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებისგან. ბირთვული სინთეზი ძლიერ ურთიერთქმედება განაპირობებს ბმულ მდგომარეობას ნუკლონების, ანუ პროტონების და ნეიტრონების, რომელიც გვაქვს ატომის ბირთვში. ბირთვული სინთეზი ოღონდ საინტერესოა, რომ რეალურად პროცესები, ბირთვული პროცესები ვარსკვლავებში ინიცირება ხდება სუსტი ურთიერთქმედებით, რეალურად როლი სუსტი ურთიერთქმედების და ძლიერი ყველა იმ ფუნდამენტური ურთიერთქმედების, რაც ჩვენ ვიცით, არის როგორც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. კეთილი. იმისთვის რომ გაჩნდეს ასეთი ბურთები, უნდა გქონდეს გარკვეული ძალთა ბალანსი, აქ არის მარტივი განხილვა. ეს ბურთი, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, მოიაზრება, რომ არის გაზი, გვაქვს სფერული ფორმის გაზი, რომლისთვისაც ვიყენებთ იდეალური გაზის მდგომარეობის განტოლებას. აქ P აღნიშნავს წნევას, N არის კონცენტრაცია, გაზის კონცენტრაცია არის მოცულობის ერთეულში ატომების ან მოლეკულების ნაწილაკების რაოდენობა მოცულობის ერთეულში T ტემპერატურაა და KB ეს არის ბოლცმანის მუდმივა. წნევა ცდილობს გაფართოებას. ამ ბურთის გაფართოებას. გრავიტაცია პირიქით ეწინააღმდეგება აი ამ ორ ძალას შორის უნდა იყოს გარკვეული ბალანსი იმისთვის რომ შევძროთ წონასწორული ასეთი კონფიგურაციის მიღება. აქ სიმარტივისთვის იგულისხმება ერთგვაროვნად წნევა არის აქვს ერთგული მნიშვნელობა ყველა წერტილში სფეროშიგნით. აზრობრივად წარმოვიდგინოთ ეს ბურთი როგორც ორი ნახევარსფეროს ერთობლება, ანუ გავყოთ, გავჭრათ სიბრტყით. წნევა მოქმედებს ცდილობს განაცალოს ეს ორი ნახევარსფერო ერთმანეთისგან, აქ ეს ძალაა შეფასებული, პი კვადრატი ეს არის ფართობი, კვეთის შედეგად მიღებული წრის მრავლდება რა P-ზე, წნევა თქვენს ეს არის ზედაპირის მართობულად, ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა, P-ზე გამრავლება მოგწევს ძალას, რომელთაც ცდილობს ეს წნევა განცალებას ამ ორი ნახევარსფეროსი. შეგვიძლია მასათა ცენტრები შევაფასოთ ნახევარსფეროების, მათ შორის მანძილი იგივე რიგისა, რაც R, რადიუსი. ასეთი ნახევრად თვისებრივი შეფასება გავაკეთოთ გრავიტაციული ურთიერთქმედებს. გრავიტაცია აი ასეთი ძალით Gn კვადრატი ცდილობს M ნახევარი არის მასა თითოეული ნახევარსფეროს, M-ის სრული მასა
ბურთის ცდილობს შეკავშირებას. თუ დომინირებს გრავიტაცია შეკუმშვა მოხდება, თუ წნევა იმდენად დიდია, რომ არ შეუძლია გრავიტაციაში შეკავება, ამ ორი ნახევარსფეროსი მოხდება გაფართოება. ეს კონცენტრაციის გამარტება მოცულობის ერთეულში ნაწილაკთა რიცხვი. ძირითადი მასა გაზის თქვენს რომ ელექტრონის მასა ძალიან მცირეა, პროტონის და ნეიტრონის მასასთან შედარებით, პროტონის და ნეიტრონის მასა საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. ანუ მასის წყარო არის ბირთვი, ხო, მატერიის მასის წყარო არის ნუკლეონები. იმის გამო, რომ ელექტრონები არის ძალიან მსუბუქი პროტონებთან და ნეიტრონებთან შედარებით. მასა გაზის გაყოფილი MP-ზე, ეს არის ნაწილაკთა რაოდენობა. აქ არის ნახევრად ისე თვისებრივი, არამკაცრი შეფასებები. V პროპორციული R კუბის 4/13 π/r კუბი, ხო? სწორედ მახსოვს სფეროს მოცულობას ასე ვთვლით. ეს არის მოკლედ კონცენტრაცია. შესაბამისად P-ს გამოსახულება მიიღებს ასეთ სახეს. გაუტოლებთ რა გრავიტაციულ ძალას. შეუძლია შევაფასოთ ტემპერატურა. ამ ვარსკვლავის. თქვენ შეგიძლიათ აი ამ ფორმულით, მაგალითად, R არის რადიუსი, M მასა არის სრული, M პლანკი არის ბოდიშ პლანკი, ანუ პროტონის მასა. G N ნიუტონის მუდმივა და K-ები არის ბოლცმანი. შეგიძლიათ მზისთვის მაგალითად თქვენ შეაფასოთ ინტერნეტიდან ამოიღოთ M-ის, მასის, რადიუსის მნიშვნელობა, შეაფასოთ ტემპერატურა და შეედაროთ რამდენად ახლოსაა რეალურ მნიშვნელობასთან. მიკროსამყაროში გრავიტაციის როლი არის ჩახშობილი, ასეა მოწყობილი ჩვენი სამყარო, ძალა, რომელიც საკმაოდ როლს თამაშობს დიდ მასშტაბებზე. არის დაჯაბნილი ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებით ატომში. იმისთვის ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. თქვენ შეგიძლიათ, ეს არის მოკლედ ეს ორი კანონი ერთმანეთს გარეგნულად ძალიან გავს. ეს არის კულომის ძალა, ორ მუხტს შორის მოქმედი ელექტროსტატიკური ძალა. პროპორციულია მუხტების, პროპორციულია მანძილის კვადრატის, მნიშვნელოვანი განსხვავება ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას შორის. არის ის, რომ გრავიტაციისგან განსხვავებით მას განზიდვაც შეუძლია და მიზიდვაც. ატომში რა თქმა უნდა მიზიდვა გვაქვს, რაც განაპირობებს მდგომარეობას ატომის სახით. შედარება არის საინტერესო. თქვენ ეს რომ გააკეთოთ, გექნებათ თვალსაჩინო წარმოდგენა, ნათელი წარმოდგენა, რამდენად ჭარბობს ატომში, ატომის რადიუსი არის 10-8 სანტიმეტრი. მოკლედ შეგიძლიათ აქ არის მითითებული, ხო, აი აქ წერია. მაგრამ ეს მონაცემები დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოიძიოთ და შეედაროთ, რამდენად არის ჩახშობილი, ასე ვთქვათ, როლს მოკლებული გრავიტაცია მიკროსამყაროში. დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს, როგორც ვიცით, გრავიტაცია ანიჭებს მუდმივ G აჩქარებას თავისუფალი ბარნის აჩქარება ყველა სხეულს დამოუკიდებლად მათი მასისა. ცნობილი ექსპერიმენტი, პიზის ექსპერიმენტის სახელწოდებით ცნობილი, ემსახურებოდა ამას, სხვადასხვა მასის, ეს მოულოდნელი ფაქტი იყო. სხვადასხვა მასის, ერთნაირი ზომის ბურთებს კოშკიდან აგდებს მეცნიერი, ვთქვათ ასე და აკვირდებიან, რომ ერთნაირად მოძრაობს ეს ორი ბურთი, დამოუკიდებლად იმისა, რომ ერთი მძიმეა, საგრძნობლად მეორესთან შედარებით. ფორმა ერთი სასურველია იმხრივ, რომ ჰაერის წინააღმდეგობა იყოს მეტნაკლებად ერთნაირი ორივე ბურთისთვის. ისინი ესე უყურებთ რა ამ ორ ბურთს, ზუსტად ერთნაირად მოძრაობენ. აქვთ ერთნაირი აჩქარება. ასეთია დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს გრავიტაცია.
ხო, საინტერესოა შევნიშნოთ, რომ ეს დაკვირვება ის, რომ დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს გრავიტაცია ანიჭებს ერთნაირ აჩქარებას სხეულებს დამოუკიდებლად მათი მასისა, იყო აღმოჩენილი ეს სიმონ სტევინის მიერ და აღწერილია მის წიგნში. გალილეის არ აქვს მსგავსი ექსპერიმენტი აღწერილი თავის ნაშრომებში. საინტერესოა ეს წიგნი იმითაც, რომ ხდება აქ ძალთა ჯამის წესი, პარალელოგრამის წესი, თუ რამდენიმე ძალა მოქმედებს სხეულზე, ჯამური ძალა, როგორც ვიცით, პარალელოგრამის, ანუ ვექტორული ძალთა ვექტორული შეკრების წესით უნდა შევაფასოთ. არის აგრეთვე სითხის წნევის გამოსახულება, გრავიტაცია მონაწილეობს, თქვენ იცით, ახლა ჭურჭელი, რომ დავდგათ, რაღაც სიმაღლის, თქვა ცილინდრული ფორმის ჭურჭელი შევავსოთ სითხით, ამ სითხეს გააჩნია წნევა და ეს აგრეთვე გამოწვეულია გრავიტაციით. მითითებული იყო ამ წიგნში, ის დაკვირვებაც არის გაკეთებული, რომ ეს წნევა დამოუკიდებელია ჭურჭლის ფორმისა, სადაც შეიძლება განიერი იყოს, სადღაც ვიწრო იყოს. ხომ? მოგელთ საინტერესო ისტორიული ფაქტია. 1586 წელს არის ეს დაკვირვება გაკეთებული. მსოფლიო მიზიდულობის კანონის გამოყენებით შეგვიძლია გამოვიყვანოთ გრავიტაცია დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს. ეს არის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, M და R აღნიშნავენ დედამიწის მასას და რადიუსს. მცირე M ეს არის სხეული, რომელიც ამ ველში იმყოფება. H არის დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლე. ეს იგივურად შეგვიძლია გადავწეროთ ასე, R კვადრატი არის გადანელი ფრჩხილებს გარეთ, მეტი არაფერი. H გაყოფილი დედამიწის რადიუსზე, მაგრამ სანამ H ბევრად მცირეა, არის ერთიანთან შედარებით ძალიან პატარა, აი ეს ფარდობა. შეგვიძლია მიახლოებით წარმოვადგინოთ აი ასეთი სახით. მამრავლი არის გრავიტაციული ურთიერთქმედების ის კანონი, რაც ახლა განვიხილეთ. ეს არის მცირე მასა, ეს ლურჯად მონიშნული, გამრავლებული თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე. თავისუფალი ვარდნის აჩქარება შესაბამისად დაკავშირებულია დედამიწის მასასთან, რადიუსთან და Gn-თან, აი ასეთი სახით. შეგიძლიათ ასეთნაირად შეაფასოთ, აჩვენოთ, რომ ის არის მართლაც ახლოს იმ მნიშვნელობასთან, რასაც თქვენ იცნოთ სახელმძღვანელოებიდან. შესწორება ამ ძალაზე თუ ავდივართ მაღლა და მაღლა მოიცემა აი ამ პირველი წევრით. ერთზე ნაკლები რადგან არის საგრძნობლად ეს კვადრატში, მოკლედ ერთზე ნაკლები სიდიდე კვადრატში კიდევ უფრო მცირეა, მაღალ ხარაც უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ. უფრო მცირე რიცხვს მივიღებთ, ამიტომ რაც რეალურად საჭიროა შეფასებისთვის არის აი ეს წევრი, ну ახლა 10 კილომეტრს სიმაღლეზეც რომ იყოს სხეული, ეს ძალიან პატარა დედამიწის რადიუსის გათვალისწინებით ეს თანაფარდობა. სითხის წნევა, ჩვენ ვიცით, რომ გრავიტაციული დედამიწა იზიდავს რა ატმოსფეროს, ატმოსფერო გვაკრავს ჩვენ, რაც ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია. იზიდავს რა? ქმნის წნევას, ატმოსფერული წნევა. ეს წნევა საკმაოდ საგრძნობია. მარტივად შეგვიძლია ეს გავიგოთ, აზრობრივად ფენებად თუ დავყოთ, წარმოვიდგენთ, რომ ატმოსფერო არის აზრობრივად ფენებად დაყოფილი, ზედა ფენა აწვება ქვედას, ორივე ერთად მომდევნო ფენას, ქვემოთ მდებარე ფენას უფრო მეტი
მასა აწვება. შესაბამისად წნევა იზრდება, რაც უფრო ქვემოთ ეშვებით. შეგვიძლია შევაფასოთ რიცხობრივად. ცილინდრული ფორმის სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, გვაქვს ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, შევსებული სითხით, ასრობრივად ეს დაშრიხული ხაზი ზედაპირია სინამდვილეში. ამ ზედაპირის ზემოთ მოცულობა ჭურჭლის იქნება ფუძის ფართობი, დიდია აღნიშნავს ფუძის ფართობს გამრავლებული სიმაღლეზე, ეს არის მოცულობა. სიმკვრივეზე თუ გავამრავლებთ, მივიღებთ მასას, რომელიც ამ მოცულობაში არის მოთავსებული, ეს მასა აწვება ქვემოთ მდებარე სითხეს. ხო, ეს არის ზემოთ რაც შევაფასეთ მასა და ამჟე კანონი წერია ეს მასა, ეს არის მთლიანად მასა, რაც ზემოთ შევაფასეთ, მრავლდება G-ზე, ეს არის ძალა, რომელთაც აწვება აი ამ ზედაპირს, გავყოფთ რა ზედაპირის ფართობზე, მივიღებთ წნევას. ხო, ეს ცნება დამოუკიდებელი იქნება, როგორც თქვით, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სადღაც რომ ეს ჭურჭელი არის უფრო ფართო, განიერი. სადღაც შევიწროება შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და დამოკიდებული იქნება მხოლოდ სიმაღლეზე. ამის შეფასება ზუსტად ასევე, როგორც აქ არის მოცემული, ზუსტად ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასება უფორმო ჭურჭლისთვისაც. გრავიტაცია, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მოძრაობაზე. იმისთვის, რომ ეს მოძრაობა შევაფასოთ, მოხერხებული ავირჩიოთ საკოორდინატო სისტემა ასე, ანუ x, y-ზე არ არის დახატული, x და y z-ის მართობული ღერძებია, x, y სიბრტყე მოიაზრება არის დედამიწის ზედაპირი და z ღერძი ვერტიკალურად არის მიმართული, ეს მოხერხებულია იმდენად, რამდენადაც g ვექტორი აჩქარება არის მართობი დედამიწის ზედაპირის. ასე თუ შევარჩევთ საკოორდინატო სისტემას, მაშინ გვექნება რომ ხო, z ღერძი ზემოთ არის მიმართული, ამიტომ g ვექტორი არის ქვემოთ არის მიმართული. მისი z კომპონენტი არის უარყოფითი. მოკლედ სიჩქარე, აჩქარების განმარტება არის სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში, ხო? ვექტორული სიდიდეა სიჩქარე, შესაბამისად ვექტორული სიდიდეა აჩქარება. აჩქარება გავლენას მოახდენს სიჩქარის მხოლოდ z მდგენელზე, x მდგენელები არ შეიცვლება, x მდგენელების გასწვრივ გვექნება მოძრაობა მუდმივი სიჩქარით. ეს x და y მდგენელების გასწვრივ. გასაგები, არსებითად თუ გვაქვს თანაბარ აჩქარებული მოძრაობა, ანუ აჩქარება თუ არის მუდმივი, შეგვიძლია ვისაუბროთ, განვიხილოთ წრფივი მოძრაობა, ეს წრფე, ეს ღერძი უნდა ავირჩიოთ ამ აჩქარების გასწვრივ, იმიტომ რომ პერპენდიკულარული მდგენელები, როგორც ხედავთ, არ განიცდიან. ანუ მუდმივი აჩქარებით მოძრაობას ავსებით სრულად შეგვიძლია შევისწავლოთ ერთგანზომილებიანი მოძრაობის მაგალითზე. სრიალი დახრილ ზედაპირზე აგრეთვე არის მოძრაობა მუდმივი აჩქარებით. m-ში ძალა არის გრავიტაციული. ამ ზედაპირის, სრიალის ზედაპირის მიმართ შლით მართობულ და გასწვრივ მდგენელებად, ანუ დაშტრიხული ვექტორების ჯამი უდრის m-ს, ხო? ზედაპირის მიმართ მართობული მდგენელი იწვევს დეფორმაციას. ზედაპირის რეაქციის ძალის, დრეგადობის ძალის ინდუცირებას, რომელიც აწონასწორებს ამ m-ში კოსინუს თეტას. ეს თეტა კუთხე უდრის, აი აქ არის თეტა მითითებული, იგივეა, რაც აი ეს კუთხე. ეს მარტივად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ მოატრიალებთ, ეს m-ში არის მართობული აი ამის, აი ამ გვერდის, m-ში კოსინუს
მიუხედა ამის, თუ მოატრიალებთ 90 გრადუსით ამ ვექტორს, შეუთავსდება ამას, m-ში კოსინუს θ ამას შეუთავსდება და ხედავთ, რომ იგივე. ესე იგი, აჩქარება, რომელიც ზედაპირის გასწვრივ არის მიმართული არის m-ში სინუს θ და მუდმივია, ესეც არის მაგალითი სრიალი. გალილეი სხვათაშორის აკვირდებოდა გორვას სხეულებს, ასეთი ტიპის მოძრაობას სწავლობდა. სწორხაზოვანი, როგორც ვთქვით, მოძრაობა მუდმივი აჩქარებით გვაძლევს მუდმივ აჩქარებული მოძრაობის შესახებ პრაქტიკულად სრულ ინფორმაციას. მოიაზრება, რომ ეს ღერძი არის აჩქარების ვექტორის გასწვრივ, ან თანხდება ან საპირისპიროდ. მუდმივი აჩქარება ნიშნავს სიჩქარის ასეთ ცვლილებას. იქონდა v0 მნიშვნელობა სიჩქარეს დროის t0 მომენტში. ამ სხეულზე ძალა მოქმედებს, აჩქარების მიზეზი ძალა. კიდევ ერთხელ იგულისხმება, რომ ვიმყოფებით ინერციული ათვლის სისტემაში, ვაკვირდებით მოძრაობას ინერციული ათვლის სისტემიდან. გვაქვს რაღაც ძალა, ეს ძალა არის მუდმივი. განაპირობებს აჩქარებას, სიჩქარე იცვლება, ან იზრდება, ან მცირდება წრფივი კანონით. აი ასეთნაირად განმარტების თანახმად არის სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში. გრაფიკულად ასეთი იქნება წრფე, ეს არის წრფე, რომელიც ასახავს ზრდას სიჩქარის. კეთილი. ახლა როგორ შევაფასოთ, თუ გვაქვს მოძრაობა მუდმივი აჩქარებით, როგორ შევაფასოთ გავლილი მანძილი, მნიშვნელოვანი საკითხი. ამისთვის ასეთი მოხერხებული გზა არსებობს, აქ რაც ხატია, იგივეა, რაც ეს ნახატი. არის V T დიაგრამა. ზუსტად ეს ნახატია. t0-დან დროის რაღაც t მომენტამდე, ამ დროის შუალედს ვანაწევრებთ მცირე დროებად, იმდენად მცირე დრო შევარჩიეთ თითოეული ინტერვალისთვის, რომ ამ შუალედში სიჩქარის ცვლილება იყოს მცირე. გავლილი მანძილი იქნება აი ამ შუალედში. იმის დაშვებით, რომ სიჩქარე არის ცვლილება მცირე და სიჩქარის მნიშვნელობა დავიღეთ, აი როგორც ხედავთ, აი ეს მნიშვნელობა. ამ წერილის დაგეგმილება V ღერძზე გაძლევთ მნიშვნელობას სიჩქარის. შესაბამებად დროის ამ მომენტს, ამ დროის ამ მომენტში სიჩქარეს აქვს აი ეს მნიშვნელობა. ეს პატარა მართკუთხედი, ამ მცირე მართკუთხედის ფართობი შესაბამება დროის მცირე შუალედში გავლილ მანძილს. ეს დანაწევრება თუ არის კიდევ უფრო მცირე შუალედებად, უფრო მეტი სიზუსტით მივიღებთ გავლილ მანძილის გამოსახულებას. ეს მე მგონი გასაგებია შინაარსობრივად, რაც მე ახლა ვთქვი, რომ მცირე შუალედებში დროის სიჩქარე საგრძნულად არ იცვლება, როგორც მუდმივი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში შეგვიძლია შევაფასოთ გავლილი მანძილი სიჩქარის და დროის შუალედის ნამრავლით, ის აი ასე შევაფასებთ და ავჯამავთ. შედეგად მიიღება ეს ფართობი. ანუ რაც უფრო მცირე ინტერვალებს ავირჩევთ t ღერძზე, თქვენ ხედავთ, რომ აი ეს გამოსახულება მით უფრო უახლოვდება ამ ფიგურის მართკუთხა ტრაპეცია ეწოდება ამ ფიგურის ფართობს. თუ შევაფასებთ ამ ფიგურის ფართობს, ესე იგი გვაქვს V T დიაგრამა. გვეცოდინება გავლილი მანძილი. აქ მოკლედ მე ვერ ვხედავ გაგრძელებას. V0 არის მონიშნული დაშტრიხული ხაზით. თუ აი ამ დაშტრიხულ ხაზს გავაგრძელებთ t-მდე, აი აქამდე როგორც ახლა კურსორი მოძრაობს, გვექნება დანაწილება ამ ფიგურის მართკუთხედად და სამკუთხედად. ზემოთ არჩება მართკუთხა სამკუთხედი, ქვემოთ მართკუთხედი.
ხო? ჩანს ეს ხო ცუდად ამიხატავს სასურველია იყოს ბოლომდე გაგრძელებული და დავინახავდით ამ განცალებას. მართკუთხედის ფართობი არის v0 t minus t0-ზე. აი აქ რაც წერია, ეს არის აი ამ მართკუთხედის, მოკლედ ასე რომ გავაგრძელოთ აი ეს v0-ის დასრიხული ხაზი. ქვემოთ რაც დარჩება მართკუთხედის ფართობია. ზედა ფართობი არის მართკუთხა სამკუთხედი. v-ს მოკლედ აი ეს შუალედი v-ს minus v0 ეს არის აჩქარება გამრავლებული t-ს minus t0-ზე. განმარტების თანახმად. ამას თუ გავამრავლებთ აი ამ მართკუთხა სამკუთხედის აი ამ გვერდზე, მეორე კათედზე, გვექნება a t minus t0 გამრავლებული დამატებით t minus t0-ზე, ეს იქნება მართკუთხედის ფართობი, აი ეს მართკუთხედი, ეს სამკუთხედი რო გავაორმაგოთ, ორზე ამიტომ გაყოფილი. ესე იგი, ორიანის გარეშე, ერთი მეორედის გარეშე რაც წერია, იქნებოდა გაორმაგებული ამ მართკუთხა სამკუთხედით მიღებული მართკუთხედის ფართობი. და x-ს მნიშვნელობას დამატებული აქვს, ესე იგი, ფართობის გამოსახულება არის პირველი ორი წევრი ტოლობის მარჯვენა მხარეს. x0 ეს არის დროის t0 მომენტში x-ის მნიშვნელობა და იმატებული აქვს გავლილი მანძილი. აქ რომ იყოს ნებისმიერი მრუდი, ჩვენ რო გქონდეს სიჩქარე, რომელიც იცვლება დროში უფრო თულად, ხო ახლა გქონდა ჩვენ წრფივი კანონი სიჩქარის ცვლილების, ანუ აჩქარება იყო მუდმივი, შეიძლება არ იყოს. ხო ჩვენ როდესაც ავტომობილით მოძრაობთ, ცხადია უფრო რთული დამოკიდებულება მიიღება სიჩქარისა დროს. დამოკიდებლად იმისა, როგორი იქნება წირი, თქვენ თუ შეძლებთ აიგო ნებისმიერი წირი აიღოთ. ამ წირის ქვეშ მოქცეული ფართობის შეფასებას გვექნება გავლილი მანძილი. ზუსტად აი ასეთი მსჯელობის პარკლებში. მნიშვნელოვანი ცნება მოძრაობას რაც უკავშირდება, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ცნება, მყისის სიჩქარე ცვალებადია ზოგადად დროის ფუნქცია, მაგრამ სიჩქარე ვამბობთ ეს არის დროის ერთეულში გავლილი მანძილი, ანუ რაღაც მანძილი უნდა გავიაროთ, გავყოთ მერე დროზე, იმისთვის რომ შევაფასოთ სიჩქარე. დროის მომენტში სიჩქარე რას ნიშნავს? რთული გასაგებია, ხომ? დროის მომენტში მოძრაობა არ ხდება. შინაარსის შემდეგია, გვესმის შემდეგი აზრით, აქ რაც წერია არის თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს სიჩქარის ცვლილება, v0 ქონდა მნიშვნელობა. დროის განმავლობაში იზრდება წრფივად, მუდმივია. ეს რაც ზემოთ შევაფასეთ, x-t ახლახანს რაც შევაფასეთ. მყისის სიჩქარის აზრი შემდეგია, რომ ვიღებთ მცირე შუალედს დროის, მდებარეობა დროის t მომენტში არის x-t. მომდევნო მომენტში მდებარეობა არის x-i t plus delta t დროის მომენტისთვის, სადაც გადაინაცვლა დროის მეზობელ მომენტში. ახლოს რა თქმა უნდა, თუ delta t მცირეა და ვაფასებ საშუალო სიჩქარეს ამ შუალედში ამ შუალედის მიხედვით დროის. ეს რომ გავაკეთოთ, აქ რაც წერია, სავსებით გასაგებია. ხომ ასეა. გვაქვს მდებარეობა საწყისი, შემდეგ მომდევნო მდებარეობა delta t დროის გასვლის შემდეგ, ანუ გავლილი მანძილია, წრფივი მოძრაობა გვაქვს. ეს არის გავლილი მანძილი, ყოფ დროის შუალედზე, ეს არის საშუალო სიჩქარე ამ მოძრაობისთვის. თანაბარ აჩქარებული მოძრაობის შემთხვევაში, აი თუ ამ x-ს გამოვიყენებთ, ხო, აქ თქვენ არაფერი გჭირდებათ, უნდა ჩასვათ, როგორც აქ წერია არგუმენტი. მოკლედ, აი ეს გამოსახულება რომ შევაფასოთ ამ x-ს-თვის, ეს მე მგონი მარტივია. მიიღებთ ამ რაც წერია, აი აქ. ერთ-ერთი კვადრატში უნდა აიყვანოთ t plus delta t უნდა აიყვანოთ კვადრატში და გამოვაკლოთ x-t. ახლა თუ დავუშვებთ, რომ დროის ეს შუალედი არის ძალიან მცირე, პირველი ორი წევრი
არ არის დამოკიდებული დელტა ტესზე. ამ დელტა ტესს თუ ძალიან შეამცირებთ, ღებულობთ მყისიერ მახასიათებელს. ამას ეწოდება მყისის სიჩქარე, ანუ სიჩქარე დროის მომენტში. აი ასეთ კონკრეტულ შინაარსს ატარებს. მათემატიკურად რაც აქ წერია, მათემატიკურად ამას ფუნქციის გაწარმოება ეწოდება. ანუ ფუნქციის ცვლილების სიჩქარე. x-ts ცვლილების სიჩქარე. აი აქ რაც წერია, მოკლედ ამას x-t ფუნქციის წარმოებული ეწოდება. მაგანმარტებიდან უშუალოდ ჩანს, რომ თუ გვაქვს მოძრაობა მუდმივი სიჩქარით, x-t არის v0t ფუნქცია, მაშინ წარმოებულისთვის, აი რაც აქ წერია, მოკლედ ეს თანაფარდობა, როდესაც თქვენ ამ დელტა t-ს იღებთ ძალიან პატარას და დელტა t-ს შემცველ წევრებს ანულებთ, იმიტომ რომ ის ძალიან მცირეა, ამოთ მიისწრაფეს ნულისკენ. ნახავთ, რომ ეს წერტილიანი მოკლედ ამას აღნიშნავს, ეს წერტილიანი წარმოებულს აღნიშნავს აი ამ თანაფარდობას. მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას x წერტილიანი იქნება v0. თუ გვაქვს ასეთი ტიპის მოძრაობა, ეს გქონდა ზემოთ მუდმივი აჩქარებით მოძრაობისას, დროის მიხედვით კვადრატულად იცვლებოდა x-t. ისევ ამ განმარტებით ნახავთ, რომ წარმოებული ფუნქციის წარმოებულს აქვს შინაარსი ცვლილების სისწრაფე რაღაცის არას მნიშვნელობა. თუ რაღაც იცვლება დროში და გვაინტერესებს რა სისწრაფით ხდება ცვლილება დროის ამა თუ იმ მომენტში, ვაკეთებთ ასეთ შეფასებას ვითვლით მყისიერ სიჩქარეს. ზოგადად შეგეძლიათ დავუშვათ, რომ ხარისხოვანი ფუნქცია თუ გვაქვს, დავუშვათ, რომ ასეთი იმის წარმოებული და ეს შეგეძლიათ გამოვიყვანოთ არც თუ რთულად, რომ თუ t ხარისხად n ფუნქციისთვის ბეტა მუდმივია. თუ სამართლიანია აი ეს, რაც აქ წერია, მაშინ t ხარისხად n + 1-ისთვის გამოვა ანალოგიური წესი გაწარმოების. საინტერესო ვარჯიშია, მე მგონი სკოლაში წარმოებულები მაგრამ შემდეგ ისწავლება მომდენო კლასებში. შვენიერი. ეთილი, ახლა გრავიტაციაზე ვსაუბრობთ რა, თქვით, რომ გრავიტაცია არის ძალა, რომელიც დამოკიდებულია მასაზე. სწორედ ამის გამო, ანუ mg კანონი გვაქვს, რაც უფრო მძიმეა სხეული, უფრო მეტი ძალით იზიდავს დედამიწა თავისკენ და ჩვენ მასას ასე ვზომავთ, წონით. მომართალია. აწონვა ნიშნავს შეფასებას გრავიტაციულ სიამოვნებაში ვზომავთ მის დულობის ძალას, რაც არის ეკაჩება დედამიწა თავისკენ. ეს ძალა ვიცით, რომ პროპორციულია მასის. ვინაიდან გრავიტაცია არის ძალა, რომელიც ჩვენ საუბრის დასაწყისში ჰქონდა გამოსახული მსოფლიო მიზიდულობის კანონს გულისხმობ. გრავიტაცია იყო დამოკიდებული მასაზე. სასურველია ჰქონდეს მასის განმარტება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება გრავიტაციისგან. მასა ვამბობთ ახასიათებს სხეულის თვისებას, რომელიც ცნობილია ინერტულობის სახელით. ამ ცნებას მე მგონი აკლებად ვიყენებთ ჩვენ. ვამბობთ მძიმე და მსუბუქი ჩვეულებრივ. ინერტულობა არის თვისება, მოაკვირდებით უშუალოდ. თვისება, რომ სხვადასხვა სხეულს სჭირდება, ან ერთ-იგივე ძალისხმევის, აქ არის ორი ბავშვი გამოსახული, ერთ-იგივე ძალისხმევის შემთხვევაში, ერთი სხეული იოლად მოყვავს მოძრაობაში, მივანიჭებთ რაღაც სიჩქარეს. მეორე არ ექვემდებარება. სწრაფად მოძრაობას, ვამბობთ, რომ მძიმეა. ინერტული უფრო მეტად.
მასა არის ამ თვისების მახასიათებელი. მასა შემოყვავს როგორც რაოდენობრივი მახასიათებელი, რომელიც სხეულის ინერტულობას ახასიათებს, როგორც კი სასურველია გრავიტაციისგან გრავიტაციულ ურთიერთქმედებებთან დამოუკიდებელი გამოსახულება გქონდეს ამისთვის. მოკლედ აქ პისტოლეტი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის აღჭურვილი სამბარით, ეს სამბარა შეკუმშულია. მოვათავსებთ ლულაში ტყვიას ხო? და გავისვრით რა, გაიჭიმება ეს ამბა, დრეკადობის ძალით ხდება გამოტყორცნა თქვენი ტყვის. ძალა ამ შემთხვევაში, აღსკარა რომ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეკუმშულია სამბარა. სამბარის მხრიდან მოქმედებს. მოვათავსებთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ტყვიას. არასწორად ტყვია თავისთავად ნიშნავს, რომ ნივთიერებას მიუთითებს, არ ვიცი რა უნდა ბურთი დავარქვათ ბურთი მოკლედ ლულაში ბურთებს ვისვრით ხო სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ბურთს მოვათავსებთ რა ვაკვირდებით რომ გამოიტყორცნებიან სხვადასხვა სიჩქარით რაც უფრო ესე იყო უძრავი შეიძინა სიჩქარე ნიშნავს რომ ძალის ზემოქმედებას განიცდიდა ანუ აჩქარებულად მოძრაობდა აჩქარება შეუძლია შევაფასოთ, ვიცით, მოკლედ საფრის სიჩქარე ნულია. გამოსვლისას უზომავთ სიჩქარეს, ურთულეს სიჩქარეს. მიღებული აჩქარება ვამბობთ უფრო მეტია, რაც უფრო მსუბუქია. ბურთულა მასას მივაწერთ ასეთნაირად, აი ამ თანაფარდობით. რამდენჯერაც აღემატება პირველი ბურთულის გამოტყორცნილი ბურთულის აჩქარება მეორე ბურთულისას ვამბობთ, რომ იმდენჯერ მძიმეა მეორე სხეულის მასა პირველთან შედარებით. ნუ მასის ერთეულს ვირჩევთ ნებისმიერად, რა თქმა უნდა ვირჩევთ რაღაც ერთეული და შემდეგ შევადაროთ სხვა მასები. ეს თანაფარდობა, როგორც თქვენ ხედავთ, გულისხმობს, რომ A1-ის ნამრავლი M1-ზე უდრის A2-ის ნამრავლს M2-თან. A2-ის M2-ზე ნამრავლი ეს ჩანს ამ გამოსახულებიდან. ეს ტოლობა თავაზობს ვინაიდან ძალა როგორც ხედავთ დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე რამდენად შეკუმშულია სამბარ ანუ ორივე ბურთულასთვის არის ერთნაირი თავაზობს ეს ტოლობა ძალის ასეთ გამოსახულებას MA გამოსახულებას ასე თუ შევაფასებთ ესე იგი ზედ აი ეს გამოსახულება არის ძალის განმარტება რა ბოდიშით მასის განმარტება მასის განმარტება. მასა არის რაოდენობრივი მახასიათებელი ინერტულობის. მივაწერთ სხეულებს მასას იმის მიხედვით, მოცემული ძალის გავლენით, რამდენად უფრო აჩქარდა. ამბობთ, რომ მსუბუქია, თუ აჩქარება, რომელიც შეეძინა, ერთ და იგივე ძალის გავლენით, არის დიდი. მოკლედ, ძალის გამოსახულებისთვის გვაქვს MA ტოლობა. ნიუტონის მესამე კანონი გულისხმობს თუ გვაქვს ურთიერთქმედება, ამ შემთხვევაში ზამბარით მოიაზრება არაგრავიტაციული ურთიერთქმედება, აქ თქვენ ხედავთ მოციგურავებს, მათ შეუძლიათ ერთმანეთს ხელით უბიძგონ. მივიღებთ ეს აი ასეთ ტოლობას ამ ურთიერთქმედებისას, მასები განმარტეთ რა. გვექნება, რაც უფრო რამდენჯერაც მძიმე ერთი მოციგურავი მეორეზე, იმდენჯერ უფრო ნაკლები იქნება ამ ბიძგისას მისი აჩქარება. ესეც გაზომვადია. შეგვიძლია დავაკვირდეთ ნიუტონის მესამე კანონი, გვეუბნება, რომ მოდულით ეს ძალები ტოლია. ორი სხეული ერთმანეთზე მოქმედებს ძალით, რიცხობრივად ეს ძალები ერთმანეთს უდრის და ანუ მოდული და მიმართული არიან ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს კანონი უკავშირდება კიდევ იმპულსის შენახვას. თუ
გვაქვს თქვათ ორი სხეული ურთიერთქმედებაში, მათი ჯამური იმპულსი შეინახება და ესეც უკავშირდება ნიუტონის მესამე კანონს. მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება უკავშირდება ძალას, ეს არის მუშაობა. ძალა ასრულებს მუშაობას. ესე იგი, მუშაობა განიმარტება როგორც ძალის და გადაადგილების სკალარული ნამრავლი, როგორც აქ არის გამოსახული. ну ზოგადად ძალა სხვადასხვა წერტილში შეიძლება ღებულობდეს განსხვავებულ მნიშვნელობებს, ამიტომ მოძრაობის წირი დაყოფილი გვაქვს მცირე S ვინაიდან ეხება დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს გრავიტაციული ძალის მიერ შესრულ მუშაობას. ამ შემთხვევაშთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ ძალა არ იცვლება ამის თქმა მინდა ხომ, ძალა არის mg, არ არის დამოკიდებული წერტილიდან წერტილში არ იცვლება. ზოგადად ცხადია, ძალა არის ვექტორული ველი, სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ძალას. მუშაობა ერთი წერტილიდან აი რაღაც სადღაც რაღაც გზის გაასწრებ ძალის მიერ შესრულებული სხეულის გადატანისას ძალის მიერ შესრულებული მუშაობა გამოისახება აი ასეთი ჯამით, ეს ჯამის ნიშანია, ეს არის მცირე გადაადგილებისას შესრულებული მუშაობა. მეზობელ მონაკვეთზე უნდა ავიღოთ ძალის ის მნიშვნელობა, რაც გვაქვს მეზობელ წერტილში და უნდა ავჯამოთ. ეს არის სკალარული ნამრავლი, როგორც გითხარით, სკალარული ნამრავლი განიმარტება ვექტორების მოდულების და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის ნამრავლით. ამ გამოსახულების ჯამი გვაძლევს სრულ მუშაობას, რომელსაც ძალა ასრულებს სხეულის მოძრაობისას ერთი წერტილიდან მეორე წერტილში. გრავიტაციული ძალისთვის მნიშვნელოვანი თვისება მუშაობასთან დაკავშირებული არის ის, რომ დამოუკიდებელია მუშაობა იმისგან, ან იმაზე, თუ რა წერით მოძრაობთ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში, იქნება მხოლოდ ამ წერტილებზე დამოკიდებული. ტეხილი აქ მიახლოებას უკეთებს მრუდ წირს, ნებისმიერი მრუდი წირი, კარგი სიზუსტით შეგვიძლია წარმოვადგინოთ ტეხილის სახით. ეს არის G-ის გამოსახულება ვექტორია. ქვემოთ mg მასაზე გამრავლებით ძალის ვექტორს ვეღულოთ. კუთხე მათ შორის დელტა R-ს და G-ის შორის აი ეს კუთხე მოიაზრება, რომელიც სკალარულ ნამრავლში მონაწილეობს. ესე იგი, mg ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს გრავიტაციული ძალის მიერ შესრულებულ მუშაობაზე, mg უნდა სკალარულად გავამრავლოთ დელტა R-ზე. როგორც გითხარით, ეს არის ამ ვექტორების მოდულების და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის ნამრავლი. დელტა R-ის ნამრავლი კუთხის კოსინუსზე, დელტა R-ის მოდულზეა საუბარი, მოგცემს აი ამ დელტა H-ს. ანუ აი ამ კუთხის კოსინუსზე თუ გავამრავლებთ დელტა აი ამ მონაკვეთს, მივიღებთ დელტა H-ს. შესაბამისად, ვინაიდან გრავიტაციული ძალა mg არის მუდმივი, არ არის დამოკიდებული, მუდმივია დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს ყველა წერტილში, არ არის დამოკიდებული წერტილზე. მივიღებთ, რომ ეს მუშაობა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რა სიმაღლით შეიცვალა მდებარეობა სხეულის. ჩვენ თუ უფრო ზოგად კანონს, მსოფლიო მიზიდულობის ვიყენებთ გრავიტაციისთვის, ნახავთ, რომ დამოკიდებული იქნება საწყის და საბოლოო წერტილზე და არ იქნება დამოკიდებული იმ წირზე, იმ გზაზე, რომლის გასწვრივაც ხდება სხეულის მოძრაობა. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ასეთი ძალები ინახავენ ენერგიას. ასეთი ძალებისთვის არსებობს ცნება პოტენციური ენერგიის პოტენციალის. mgh-ი არის პოტენციური ენერგია დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს ყოფის სხეულისთვის. ეს არის გრავიტაციული
ურთიერთქმედების ენერგია. ეს არის მნიშვნელოვანი თვისება. ასეთ ძალებს ეწოდებათ კონსერვატიული. კერძოდ ენერგიის შენახვის კანონი, ეს მათემატიკური დებულება, ენერგიის შენახვის კანონი სრულდება ასეთი ძალებისთვის. თუ განვიხილავთ სოფლიო მიზიდულობის კანონს, მისთვისაც არსებობს პოტენციური ენერგიის, ანუ ეს თვისება, რაც ახლა ვთქვით, რომ მუშაობა არ არის დამოკიდებული იმ გზაზე, რომლითაც ერთ წერტილიდან ძალის მიერ შესრულებული მუშაობა. არ არის დამოკიდებული იმ გზაზე, რომლითაც ერთ წერტილიდან მეორე წერტილში მოძრაობს სხეული, დამოკიდებულია მხოლოდ ამ წერტილებზე, საწყვეტი საბოლოო წერტილებზე. გრავიტაციისთვის მოკლედ გვაქვს ცნება ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიისა. აქ აი ამ ჩანაწერში მოიაზრება, რომ დიდი m, ან ვიხილავთ მცირე m არის ბევრად ნაკლები ვიდრე დიდი m და ვიხილავთ დიდი m მასის მქონე სხეულის მიერ შექმნილ გრავიტაციულ ველში პატარა m-ის მოძრაობას. ძალები, რომლითაც ეს სხეულები ერთმანეთზე მოძრაობენ, ერთნაირია, მაგრამ ახლა როდესაც ასათა შორის თანაფარდობა არის ძალიან დიდი, ერთი ძალიან მძიმეა, მეორე ძალიან სუბუქია, ცხადია, რომ აჩქარებები განსხვავებული ერთი მოძრაობა საგრძნობი იქნება, მეორე ძალიან ნელა მოძრაობდება, წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ორივე უძრავი, ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ხელი გავუშვით, ორი ბურთი. ერთის მოძრაობა იქნება, რომ მძიმე ძალიან ნელა მოძრაობს, მეორე აჩქარება დიდია, ნიშნავს, რომ ენერგიის ებოდეში სიჩქარის ცვლილება იქნება სწრაფად შეიძენს სიჩქარეს. ამიტომ სავსებით გონივრულია, როდესაც არის დიდი განსხვავება მასებს შორის, საკითხი დავსვათ ასე. ეს არის, ვთქვათ, ასე მცირე m-ის პოტენციური ენერგია, როდესაც ის მოძრაობს დიდი m მასის მქონე სხეულის მიერ შექმნილ გრავიტაციულ ველში. მრუდი, რომელიც უარყოფით წინ მინუსი ნიშანია, როგორც ხედავთ. მრუდი, რომელიც გამოსახავს ამ პოტენციალს, არის აი ეს წითელი ფერის. ჰორიზონტალურ ღერძზე R გვაქვს გადაზომილი, ვერტიკალურზე ენერგია არის. ეს წითელი გამოსახავს, თუ მან R არის ძალიან დიდი, მიისწრაფის ნულისკენ. თუ R პატარა, მინუს უსასრულობისკენ. რაც უფრო შორს არის პატარა m დიდი m-ისგან, პოტენციური ენერგია უფრო მეტია. ხო? წინ ნიშანი მინუსი გასათვალისწინებელია. უფრო მეტია. იზრდება პოტენციური ენერგია. ენერგიის შენახვის კანონი გითხარით, მუშაობს ძალაშია კონსერვატიული ძალებისთვის, ანუ წინა სლაიდზე განხილული თვისება ეს ძალის მუშაობა ანუ რაც ჩვენ აქ ვთქვით, ეს შეიძლება მეორენაირად ასე ჩამოვაყალიბოთ, თუ შეკრულ წირზე ხდება მოძრაობა, დავიწყეთ მოძრაობა წერტილიდან და დავბრუნდით, გავიარეთ რაღაცა, დავბრუნდით იგივე წერტილში, მუშაობა იქნება ნულის ტოლი. ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული გზაზე და დამოკიდებულია მხოლოდ საწყისთან. თუ ძალას აქვს ასეთი თვისება, მაშინ ასეთი ძალებისთვის განმარტებულია პოტენციალის, ანუ პოტენციური ენერგიის ცნება და ადგილი აქვს ენერგიის შენახვის კანონს. ენერგიის შენახვის კანონი ასე გამოიყურება: კინეტიკურ ენერგიას დამატებული პოტენციური ენერგია წარმოადგენს მუდმივ სიდიდეს მოძრაობისას არ იცვლება. ამ ტოლობის გათვალისწინებით ჩვენ ხედავთ, რომ თუ სრული ენერგია ენერგიის შენახვის კანონის გათვალისწინებით არის ასეთი მაგალითად, ანუ უარყოფითია. ხედავთ, რომ მოძრაობა იქნება შემოსაზღვრული. მაქსიმუმ შეიძლება R0 მანძილამდე დაშორდეს პატარა m დიდ m-ს. აქ როდესაც E გაუტოლდება პოტენციური ენერგიას, ცხადია კინეტიკური ენერგიის ადგილი აღარ რჩება, უნდა განულდეს.
პოტენციური ენერგიის შიგნით ვერ შეცვლება. ანუ აქეთ ვერ განაგრძობს მოძრაობას. ამისთვის ეს რომ შესაძლებელი იყოს, პირველი წევრი უარყოფითი უნდა გახდეს. ხო, ეს თუ ნაკლები არის აი ამ მეორე წევრზე, ცხადია უნდა ამის ხარჯზე. მაგრამ ეს არა უარყოფითია. mv² ნახევარი უარყოფითი ვერ გახდება. ამიტომ თუ ენერგია, რომელიც შენ ახლა ციეს წარმოადგენს, ვთქვათ, ასეთ მნიშვნელობას ღებულობს არასწორია, იმიტომ რომ ენერგია საწყის იმის მიხედვით, როგორ შევამზადებს საწყის პირობებს, ნებისმიერი ენერგია შეგვიძლია მივანიჭოთ, გქონდეს ნებისმიერი ენერგია. თუ აქვს ასეთი ენერგია, მაშინ მის მოძრაობა იქნება შემოსავსრული. იმ მოძრაობს თუ მოძრაობს, ვთქვათ, ერის რდის მიმართულებით, შეანელებს მოძრაობას, ამ წერტილში R0-ს მიაღწევს რა გაჩერდება და დაიწყებს მოძრაობას უკან. ნუ მსგავს სურათს ვაკვირდებით, როდესაც ავისურით სხეულს. ვანიჭებთ რაღაც საწყის ენერგიას. ეს სხეული, რაც უფრო დიდ ავისურით შორს წავა, მაგრამ ზემოთ მოძრაობისას ის ანელებს, აუცილებლად ანელებს, იმიტომ რომ გრავიტაცია იზიდავს ქვემოთ ეკაჩება. ანელებს მოძრაობას, სადღაც გაჩერდება და დაიწყებს ვარდნას. საინტერესოა დავსვათ საკითხი ისეთი სიჩქარის შესახებ, რომელიც უნდა მივანიჭოთ, აი ასე რადიუსის რადიალურად გადყორცნილი სხეული მოიაზრება, ну აი ასე მოკლედ ვისვრით. ისეთი სიჩქარე მივანიჭოთ, რომ ეს სხეული აღარ დაბრუნდეს უკან. ასეთი მინიმალური V გულისხმობს, რომ ნულოვანი ენერგია მაინც უნდა ჰქონდეს. თუ მოძრაობს ნულოვანი ენერგიით, შესაძლებელია, რომ როგორც თქვენ ხედავთ, ის შეანელებს, შორდება რა. დიდ M-ს მოძრაობას, მაგრამ წავა უსასრულობაში. არცად არ გაჩერდება, უკან არ დაბრუნდება. ამისთვის საკმარისია E იყოს 0 და აქედან შევაფასებთ, აი ეს შეფასება, რაც ქვემოთ წერია, მიიღება ენერგიის შენახვის კანონიდან, იმის დაშვებით, რომ სრული ენერგია არის 0. ამას ქვია მოწყვეტის სიჩქარე. სხეულის მოწყვეტის სიჩქარე, ანუ ის უკან აღარ დაბრუნდება. დამოკიდებულია დიდი M-ის მახასიათებლებზე მხოლოდ, როგორც ხედავთ, აქ მასა მონაწილეობს დიდი M-ის და რადიუსი. ანუ დედამიწისთვის აი ამ გამოსახულების გამოყენებით შეგვიძლია შევაფასოთ, როგორი უნდა იყოს მოწყვეტის სიჩქარე. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დამოუკიდებლად. თქვენ იცით, რომ გრავიტაციული ველის გავლენით მზის გრავიტაციულ ველში მაგალითად პლანეტები მოძრაობენ ელიფსურ ელიფსი ვიცით, როგორი ფიგურაც არის. ხო, მოკლედ ელიფსი უნდა განმარტოთ, თო ვიცით რა არის ელიფსი. ესე იგი, წრეწირის დასახად, აი წრეწირი როგორ შეიძლება დავხატოთ, ხო? წრეწირი არის, წრეწირს აქვს ცენტრი და წრეწირის ყველა წერტილი არის თანაბრად დაშორებული ცენტრიდან. ანუ სადღაც რომ ჩვენ ჩავასვოთ, არ ვიცი, რაღაც მოხოთ თოკი და შემოვხაზოთ, გავჭიმოთ ეს უგეს შემოვხაზოთ, მივიღებთ წრეწირს. წარმოიდგინეთ, ორი წერტილი დავაფიქსირეთ, ჩავასეთ რაღაც, ვთქვათ, ლურსმანი. ორი ლურსმანი გამოვავით თოკი და აი ამ თოკს კალამი, ასე რომ გაკაჩოთ კალმით და შემოხაზოთ. ანუ ნახეთ ფოკუსებიდან რაც იქნება აღიწერება ელიფსი. ანუ ელიფსის არის ფიგურა, ელიფსს აქვს ორი ფოკუსი, დაშორება, ესე იგი თითოეული წერტილი დაშორებულია რაღაც მანძილით ერთი ფოკუსიდან, დაშორებულია რაღაც მანძილით მეორე ფოკუსიდან. აი ამ მანძილების ჯამი არ იცვლება ელიფსის ყველა წერტილისთვის არის ერთნაირი.
ესე ელიფსის წერტილი რო ავიღოთ, მის გავზომოთ დაშორებას ერთ ფოკუსთან და შევკრიბოთ, ყველა წერტილისთვის მიიღება, ასე განიმარტება ელიფსი, ასეთი ფიგურაა. პლანეტები მოძრაობენ ელიფსზე, ეს ელიფსი ოღონდაც თავის მხრივ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ზუსტი ნიუტონის პოტენციალი, ანუ პოტენციალი და პოტენციური ენერგია ერთ-ერთი რაღაცა. ვინაიდან ზუსტი ნიუტონის კანონი განიცდის, თქვენ იცით, რომ მხოლოდ დედამიწა და ვთქვათ, ორი სხეული არ გვაქვს, ხო? სამყაროში სხვა სხეულებია, ახდენენ გავლენას, შეშფოთებას განიცდიან და ეს ელიფსი თავის მხრივ იწყებს ტრიალს. რეალური მოძრაობა პლანეტების რო თავაკურეთ ასეთია. რო შევხედოთ მოძრაობას, მოკლედ დაიწყებს სადღაც და ეს აი ასეთია სინამდვილეში, ეს არის ელიფსი, მაგრამ ეს ელიფსი თავის მხრივ ბრტყელი მოძრაობაა, სიბრტყეში ხდება და აი ამ სიბრტყეში ელიფსი თავის მხრივ აი ეს დაშტრიხული ხაზები მიუთითებს ამ ელიფსის სიმეტრიის ღერძს, როგორ წაინაცვლებს. ერთი მიზეზი, რატომაც ეს ხდება, არის ის, რომ გრავიტაციის ნიუტონის ეოლი კანონი არ არის ზუსტი. აინშტაინის თეორია ასახავს უფრო ზუსტად გრავიტაციულ ურთიერთქმედებას და აინშტაინის თეორიის ფარგლებში გვაქვს ასეთი სურათი, რომ უნდა გქონდეს. ეს შეიძლება გავზომოთ, დაკვირვებადია და შევაფასოთ ეფექტი. პრეცესიის, ანუ აი ამ ღერძის ტრიალის, ელიფსის ღერძის ტრიალის, რაც ახლა ვთქვი. აინშტაინის თეორია, რომელიც უკავშირებს გრავიტაციას დროსივრცის გეომეტრიას, ну, საკმაოდ რთულად გამოიყურება. ამის ილუსტრაციას ახდენენ ხოლმე, უკავშირდება დროსივრცის სიმრუდეს, ილუსტრაციას ახდენენ ხოლმე. შეიძლება ნანახიც გაქვთ, საინტერესო სანახავია, მატერია რომ გადავჭიმოთ და დავდოთ სხეული ამ მატერიაზე, ის ჩაიზნიქება, გამრუდდება და ამ წიმე სხეულის ირგვლივ შეგიძლიათ მსუბუქი სხეული, ესეც საწყის სიჩქარით. გინახავთ როგორ ტრიალებს, ну მოკლედ გრავიტაცია აინშტაინის თეორია გვეუბნება, რომ სხეულები იწვევენ თავის ირგვლივ დროსივრცის გამრუდებას და სხვა სხეულები ამ გამრუდებულ დროსივრცეს გრძნობენ. ასე ხდება გრავიტაციული ურთიერთქმედება აინშტაინის თეორიის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში იქნა გაკეთებული აინშტაინის თეორიასთან დაკავშირებით, არის ის, რომ აინშტაინის თეორია წინასწარ მეტყველებს დინამიურ სივრცეს, ანუ სივრცე გამოდის, საუბარია სივრცეზე, სივრცე ფართოვდება. და გვაქვს ამ გაფართოებით გამოწვეული მოძრაობა, რომელიც დაკვირვებადია, შორეული galaktikები, მაგალითად ჩვენგან. შორეული galaktikები, ან galaktikები ძალიან ერთმანეთისგან დაშორებული, სუსტად ახდენენ ერთმანეთზე გრავიტაციულ გავლენას. ასახავენ კარგად იმ მოძრაობას, რომელიც გამოწვეულია ფონური სივრცის გაფართოებით. ხო, უჩვეულო რაღაც იყო საკმაოდ. დღეს რასაც ვაკვირდებით სამყაროს ნაწილს, ეს მოსულია წარსულში, ანუ იყო ბევრად მცირე მოცულობის, იყო შეკუმშული, ასე ვთქვათ. და სამყარო წარსულში იყო საკმაოდ ცხელი. იყო რა ძალიან ცხელი, თქვენს ტემპერატურა არის კინეტიკური ენერგიის მახასიათებელი, ხო? ძალიან დიდი ენერგიით, ესე ბმული არ არსებობს, ეგ ატომები ერთმანეთს ეჯახებიან რა მაღალ ტემპერატურაზე. ყველა ბმული სტრუქტურები იშლება. წარმოდგენილია მატერია პირველადი შემადგენლების სახით, ელემენტარული ნაწილაკების სახით. შემდეგ ცივდება რა სამყარო ყალიბდება, როდესაც ტემპერატურა გაუტოლდება მის ენერგიას, ხდება ასეთი ბმული მდგომარეობების გაჩენა, ხდება
ბირთვების წარმოშობა, შემდეგ ატომების ფორმირება, ადრეულ ეტაპზე როგორც გითხარით, ნუ პრაქტიკულად ორი სრულმუქი ელემენტი, წყალბადი და ჰელიუმი იქნა წარმოშობილი. ყველა მძიმე ელემენტი, რაც ჩვენი არსებობისთვის არის აუცილებელი, წარმოშობილია შემდეგ უკვე ვარსკვლავებში სინთეზის, ბირთვული სინთეზის შედეგად, ანუ ვარსკვლავების აფეთქების შედეგად. ანუ გრავიტაციის როლი ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი. აი აქ არის მოცემული ელემენტთა პერიოდული სისტემა და აღნიშნულია რომელი ნივთიერების წარმოშობა აი ადრეული ბიგ ბენგის ადრეული ევოლუციის დროს წყალბადი და ჰელიუმია მონიშნული, არსებითად ეს ორი ელემენტი ახლაც დღევანდელ სამყაროშიც ყველაზე უფრო გავრცელებული ელემენტებია და ხედავთ, აქ მონიშნულია რა ფიზიკური პროცესების შედეგად ხდება მძიმე ელემენტების სინთეზი. ეს არის მზის გამოსხივ ფრაუნჰოფერის სპექტრალური ხაზები, მზე არის ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, მზის გამოსხივების სპექტრში იყო შთანთქმის ხაზები დაფიქსირებული ფრაუნჰოფერის მიერ. ეს არის მზის ატმოსფეროში, გარე შრეში არსებული ნივთიერებების მიერ შთანთქმული გამოსხივება მზისგან წამოსული, რომელიც შთანთქა, ანუ გვაწვდის ინფორმაციას ამ მძიმე ელემენტების, ანუ გავრცელების შესახებ მზეზე, ანუ ეს არის მაგალითი იმისა, რაც აქ არის სხვადასხვა ნივთიერებისთვის მითითებული, ეს აქ არის ნანომეტრებში ტალღის სიგრძე და მონიშნულია შთანთქმის, აი ეს შავი ხაზები შეესაბამება. რაღაცამ შთანთქა ეს სინათლე, აი ამ სიხშირეზე. ამ ნივთიერებების იდენტიფიკაცია შეგვიძლია ვიცით რა. როგორია შთანთქმის სპექტრი. ანუ მზეზე, რაც მე ახლა ვთქვი, მძიმე ნივთიერებების წარმოშობა ხდება ბირთვულის ვარსკვლავებში სინთეზის შედეგად, შემდეგ აფეთქებები. ანუ გრავიტაციის როლი ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, აქ არის ქიმიური ელემენტები, რამდენს, რა თქმა უნდა, არ არის სრული ჩამონათვალი. როგორ არის რაოდენობრივად განაწილებული და ჩვენ მხარეს არის მითითებული სამყაროს ევოლუციის რომელ ეტაპზე, ანუ რა პროცესების შედეგად გვაქვს ჩვენ ეს ნივთიერებების სამყაროში. რომ გრავიტაციის როლი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. კეთილი, მე მინდა განვაგრძო ჩემი საუბარი მეორე მოხსენებით. მდგომარეობა მატერიასთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთულად, საკმაოდ თავსატეხს წარმოადგენს დღევანდელი ფიზიკისთვის ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი მატერია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ადამიანი, აღმოჩნდა ძალიან ცოტა სამყაროში. სამყაროს ენერგეტიკულ ბიუჯეტში აღმოჩნდა, რომ დომინირებს ბნელი მატერია, ასე მოიხსენიებთ და ბნელი ენერგია. დასახელება ბნელი მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ეს მატერია არ ურთიერთქმედებს სინათლესთან. სინათლესთან თუ არ ურთიერთქმედებს, მას ვერ დავინახავთ, ხომ ჩვენ ახლა ერთმანეთს ხედავთ, იმიტომ რომ გვაქვს ურთიერთქმედება სინათლესთან. საგნებს ჩვენს ირგვლივ ხედავთ ამის გამო ეცემა რა სინათლე, რაღაც ფერები, ახლა დაცემული სინათლე წარმოიდგინეთ სინათლის წყარო ერთნაირია, მაგრამ ფერები განსხვავდება საგნების. ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ფერის საგნებია ირგვლივ, უკავშირდება ეს იმას, რომ რაღაც ფერებს შთანთქავს სხეული, რაღაც ფერს ირეკლავს, არღებულობს აირეკლა, რა ფერიც აირეკლა, ჩვენ იმფრად ხედავთ. ხო, ეს არის მოკლედ დასახელების მიზეზი, რატომ ვეძახით, ბნელი მატერია თავს ავლენს გრავიტაციული ურთიერთქმედებით და ხედავთ შემდეგნაირად.
აკვირდებით გალაქტიკის განაპირა ობიექტების მოძრაობას გალაქტიკის გრავიტაციული ველის გავლენით. ეს არის სიჩქარის ბრუნვითი, აი აქ წერია rotational velocity. ბრუნვითი სიჩქარე ამ სხეულების და ჰორიზონტალურ ღერძზე აქ არის გალაქტიკის ცენტრი, არის მანძილი გალაქტიკის ცენტრიდან გადასვლელი ჰორიზონტალურ ღერძზე. ვაკურდებით, რომ ეს სიჩქარე რაღაც მანძილის, ანუ გალაქტიკის გარეთ, უხეშად რომ ვთქვათ, ღებულობს მუდმივ მნიშვნელობას, უხეშად რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გრავიტაციით ის უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორც ეს წითელი ხაზით არის გამოსახული. კერძოდ საუბარია შემდეგზე, როგორც ვთქვით, ეს აქ რაც წერია v კვადრატი გაყოფილი r-ზე, ეს არის გალაქტიკიდან შორს, გალაქტიკის განაპირა მდებარე სხეულის სიჩქარე, ეს მოძრაობს წრიულად გალაქტიკის ირგვლივ და შეფასებულია, ეს არის საჩქარება. r რადიუსის ორბიტაზე v სიჩქარით მოძრავი სხეულის საჩქარებაა შეფასებული, ამ აჩქარების მიზეზია გრავიტაცია. ანუ ძალა, რომელიც განაპირობებს ამ აჩქარებას. m დიდი m არის გალაქტიკის მასა, r რადიუსია. აქედან შევაფასებთ v-ს უნდა იცვლებოდეს მანძილის მიხედვით ასნაირად. ისე მანძილის დასთან ერთად v უნდა ეცემოდეს როგორც ერთი გაყოფილი ფესვი r-დან. ნაცვლად ამისა დაკვირვებები მიუთითებს, რომ ეს სიჩქარე არის უხეშად ბრუნვის სიჩქარე შორეული ობიექტების გალაქტიკის ირგვლივ არის მუდმივი სიდიდე. მსგავსი სურათის მიღება შეიძლება, ანუ ამის ახსნა შეიძლება თუ დაუშვებთ, რომ ხილული მატერიის გარდა გვაქვს რაღაც უხილავი მატერია, რომელიც რადიუსის მიხედვით r-ის პროპორციულად იზრდება, შესაბამისად თუ აქ m-ის ნაცვლად ჩავსვათ r-ის პროპორციულ გამოსახულებას, ის შეკვეცავს ქვემოთ მდებარე r კვადრატის პირველ ხარისხს და ამ ტოლობაში ეს ტოლობა იქნება r-ისგან დამოუკიდებელი, მოგცემს v-ისთვის მუდმივ მნიშვნელობას. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს დაკვირვებები იყო უკვე საკმაოდ ზუსტი, დამაჯერებელი და ავდექით ფაქტის წინაშე, რომ ძალიან დიდი ოდენობით მატერია გალაქტიკაში არის უცნობი მატერია. ეს არ არის ჩვენთვის ცნობილი ხილული მატერია. ეს დიდი თავსატეხია. კიდევ ერთი გზა, როგორ შეიძლება, როგორ მოხდა უფრო ადრე ამის დაკვირვება, არის შემდეგი, რომ აკვირდებოდა Fritz Zwicky 1923 წელს კომა კლასტერი, ეს არის გალაქტიკების კლასტერი, ბევრი გალაქტიკების დაჯგუფება. ეს დაჯგუფება განპირობებულია მათი გრავიტაციული მიზიდვით. გრავიტაციული ურთიერთქმედება. ჩვენ რაც მოწყვეტის სიჩქარესთან დაკავშირებით შეფასება რაც გავაკეთეთ, წერან გამოგვადგება ახლა, წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს გროვა გალაქტიკების. ეს არის ამ კლასტერის სრული მასა, დიდი m. ეს r-ი აღნიშნავს ზომას ამ კლასტერის და გვაქვს გალაქტიკა, რაღაც m მასის მქონე გალაქტიკა, განაპირას, რომელსაც გააჩნია v სიჩქარე. უნდა გქონდეს გარკვეული ბალანსი. სხვა შემთხვევაში მოწყდება ეს, როგორც ვთქვით, არსებობს სრული სიჩქარე, თუ უფრო მეტ სიჩქარეს შეიცავს, კინეტიკური ენერგია თუ დიდია. თუ შევაფასებთ, აქ სხვა არაფერია შეფასებული, ეს ისევ რაც იქ ეწერა, არის მოწყვეტის სიჩქარე. თუ სიჩქარე ამ სიდიდეს აღემატება, სიჩქარე რა არის? ეს უყურებს დამკვირვებელი ამ გალაქტიკის მოძრაობა კლასტერში. როგორია მათი საშუალო სიჩქარე? თუ ეს ძალიან დიდია, იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იქნას დაბალანსებული გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად, ჩნდება შეკითხვა, რატომ არ იშლება?
რასაც დააკვირდა ცვიკი იყო ეს, რომ ეს სიჩქარეები, ეს მასა, რომელსაც, ну, ცხადია გაზომვები მაშინ არ იყო ისეთი სუსტი, როგორც ვთქვათ, მოგვიანებით, მაგრამ, ну, რასაც დააკვირდა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მას ჰქონდა, იყო ის, რომ უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ გალაქტიკები კლასტერში, კლასტერში, ვიდრე ეს დასაშვები იყო გული მდგომარეობის შესაქმნელად, ანუ კლასტერის არსებობისთვის ხილული მასის გათვალისწინებით. ამიტომ მან დაუშვა, რომ სადაც 400 ჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს მასა იმ ხილულ მასას. ეს იყო პირველი მინიშნება, პირველი დაკვირვება ბნელ მატერიასთან დაკავშირებით. ამ დაკვირვებას არ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება. არ იყო აქტუალური ბნელი მატერიის საკითხი 1980-იან წლებამდე. თუმცა ეს იყო პირველი მინიშნება ესეთი გზით დანახული, რომ ჩვენ სამყაროში გვჭირდება ბნელი მატერია. ბნელი მატერიის როლი არის არსებით მნიშვნელოვანია სამყაროში სტრუქტურის ფორმირებისთვის, როგორც გითხარი, სტრუქტურის წარმოქმნა პირველადი შეშფოთებების ზრდის ხარჯზე ხდება. აქ არის დიდმასშტაბოვანი სურათი, როგორ ხდება, ეს რიცხვით სიმულაციებით მიღებული სურათია. როგორ ხდება გრავიტაციული კონდენსაცია სიმკვრივის შეშფოთებების. ამაზე ვისაუბრეთ, რომ გვაქვს ეს პროცესი არის ორი ძალით, ასე ვთქვათ, მართული, ეს არის წნევა ერთის ზღუდით და გრავიტაცია, წნევა ცდილობს სიმკვრივის შეშფოთებების გაფართოებას, დაშლას, ასე ვთქვათ. გრავიტაცია შეკუმშვას, იმის მიხედვით, როგორ ამაზეც ვისაუბრეთ და ეს რაც წევენ გავაკეთეთ არსებითად იგივეა. ხილული მატერიის ურთიერთქმედების გამო მოკლედ სამყარო უნდა ვიცოდეთ, რომ არის შევსებული, ეს არის დღევანდელი სამყაროს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი. უცუდად თქვი, უпростоრად ადრეული სამყაროს შესახებ არის ინფორმაციის მატარებელი, რასაც ვაკვირდებით დღეს, ეს არის ერთწოდებული მიკროტალღური ფონი. სამყარო შევსებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, ფოტონური გაზით არის შევსებული. დღეს ეს საკმაოდ ცივია ეს გაზი დღეს. ადრეულ სამყაროში, რა თქმა უნდა, მის ტემპერატურა მაღალი იყო. ამას ქვია რელექტური ფონი. კოსმოსური ელექტრული ფონი ფოტონების. ფოტონი ეს არის სინათლის კვანტი, სინათლის ნაწილაკები. ურთიერთქმედებს ეს სინათლე ხილულ მატერიასთან, მატერია ხილული იძენს იმპულსს ან წნევას, რაც ეწინააღმდეგება, როგორც თქვით, გრავიტაციულ კონდენსაციას, ეწინააღმდეგება გრავიტაციულ ძალას, რათა მოხდეს დაჯგუფებების ფორმირება, ანუ მოხდეს ზრდა ამ შეშფოთებების. ბნელი მატერია თავისუფალი ამ პრობლემისგან, ის არ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან, მისი კონდენსაცია გრავიტაციული ხდება უფრო ადრე. და მის, ასე ვთქვათ, ამ საწყის ჩანასახებზე ხდება აკრეცია, ანუ მოზიდვა, შემდეგ მატერიის, რის შედეგადაც იქნება სტრუქტურა სამყაროში. ბნელი მატერია ბევრია ხილულ მატერიასთან შედარებით, რაოდენობრივად, ბნელი ენერგიის როლი განსხვავდება, ჩვენ სხვა ლექციის პარკლებში ვისაუბრეთ, ბნელი ენერგია სამყაროს გლობალურ დინამიკას განაპირობებს. შეიძლება ალტერნატიული, ანუ მეორე მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეფექტი, რომლის შესახებ გრავიტაციული ეფექტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება იყოს დაკავშირებული მოდიფიცირებულ გრავიტაციასთან. ანუ გრავიტაცია შეიძლება ყველგან ისეთ სახეს არ ატარებს, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ. მილგრომა, აქ მილგრომია, გამოსავთ მილგრომის ფოტოა.
მოყვანილი ასეთი იდეა შემოგთავაზა, რომ მცირე აჩქარებებისთვის, ეს აჩქარება ძალიან მცირეა, ასეთი გამოსახულება 10 ხარისხად -10 მეტრი წამ კვადრატზე. მოძრაობის განტოლება შეიძლება ჰქონდეს ეს ზოგადად მილგრომის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნიუტონის განტოლება არის m გამრავლებული არა უბრალოდ აჩქარებაზე, არამედ რაღაც ფუნქციაზე აჩქარების. და როდესაც ეს აჩქარება დიდია შედარებით, არის უბრალოდ ამ ფუნქციის მნიშვნელობა უდრის აჩქარებას და ვღებულობთ ნიუტონის ისეთ კანონს, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ. მეორე მხრივ, როდესაც აჩქარება მცირეა, მას შეიძლება ჰქონდეს ასეთი სახე, რომ თუ დავუშვებთ, რომ სამართლიანია ასეთი კანონი, მაშინ გავუტოვებთ, ეს არის ნიუტონის სოფლიო მიზიდულობის კანონწერი აქვს მარცხენა მხარეს, ის განაპირობებს აჩქარებას, ეს განაპირობებს აი ამას. თუ გავუტოლებთ ამ გამოსახულებას ჩავსვამთ, მაშინ მივიღებთ, რომ r კვადრატი ტოლობის ორივე მხარეს, აქ არის a კვადრატი ჩასმული, აჩქარება იყო v კვადრატი აი აქ ეწერა v კვადრატი გაყოფილი r-ს. ეს არის რა აჩქარება? წრიული მოძრაობა. წრიული მოძრაობა აუცილებლად გულისხმობს აჩქარებას, ხო? აჩქარება ეს არის სიჩქარის ვექტორის ცვლილება, სიჩქარე ვექტორული სიდიდეა. წრიული მოძრაობა, სიჩქარე არის მხები წრეწირის ყოველ წერტილში, საციმყარო სხეული, მის სიჩქარე არის მხები ამ წრეწირის სხვა წერტილში, ანუ ვექტორი იცვლება აშკარად სიჩქარეს ვექტორი წრეწირზე მოძრაობისა, შეიძლება მისი მოდული მუდმივი იყოს, ანუ თანაბრად მოძრაობდეს წრეწირზე, მაგრამ მოძრაობა წრეწირზე არის აჩქარებული, შეიძლება თოქს ჩააბათ რაღაც სხეული და ატრიალოთ თქვენს ირგვლივ. რაც უფრო სწრაფად ატრიალებთ, თქვენ ნახავთ, რომ გეკაჩებათ. შეკავება ამ თოკის იქნება საკმაოდ რთული და თუ აჩქარებთ, ანუ ვეღარ შეაკავებთ. ეს ცოტა საშიში ექსპერიმენტია, მაგრამ შესაძლებელია ამის გაკეთება, ხო? ესე იგი, წრიულ ორბიტაზე მოძრაობს v მუდმივი სიჩქარე მოდული, ანუ ამ სიჩქარეს არის მუდმივი. r არის რადიუსი, ეს არის აჩქარება. ეს აჩქარება რაღაც ძალით არის განპირობებული, ეს არის გალაქტიკის გრავიტაციული ძალა, ანუ რა ძალითაც გალაქტიკა ეკაჩება თავისკენ. აქ წერია აჩქარების კვადრატი, ანუ v კვადრატი r კვადრატში. r კვადრატზე დამოკიდებულება გაკრება და მივიღებთ სიჩქარის უხეშად მუდმივ მნიშვნელობას. ასეთნაირად გამოსახულს. ესე იგი, ჩვენ გქონდა ზემოთ მოსაზრება, რომ შეიძლება დავუშვათ, რომ გვაქვს დამატებითი მატერია, რომელიც ასეთნაირად, რომელსაც ვერ ვხედავთ და ერის მიხედვით ასე იქცევა. ესეც გვაძლევდა მუდმივ v-ს, იმას, რასაც დაკვირვებები მიუთითებს. და ალტერნატივა, რომ შეიძლება ვთქვათ, მასა კი არ გვაქვს, მატერია კი არ გვაქვს, არამედ არის მოდიფიცირებული გრავიტაცია, მაგრამ მოდიფიცირებული გრავიტაცია არის საკმაოდ რთულად ანუ ბევრად უფრო რთულია, ასე ვთქვათ, თავსებადი გამართული გრავიტაცია ასეთი სახის დავწეროთ. ანუ უფრო აქტუალური და ანუ ცალსახად შეიძლება ითქვას დღევანდელი მოსაზრება ბნელ მატერიასთან დაკავშირებით არის ის, რომ ველოდებით ახალი ტიპის ნაწილაკების და შესაძლოა ახალი ურთიერთქმედებების არსებობას, რაც განაპირობებს ბნელ მატერიას. კეთილი, ჩვენ მოვამთავრეთ ლექცია, თუ გვაქვს შეკითხვები, შეგვიძლია დავუთმოთ ცოტა უდენი დრო. კეთილი, მადლობა თქვენ.